ქალი, რომელიც სულ რაღაცაში არ გეთანხმება, გეწინააღმდეგება, შუბლით გეჯახება, თავის პოზიციას აფიქსირებს და უკან არიხევს, არის ურთიერთობისთვის ყველაზე გამოუსადეგარი. ურთიერთობაში არანაირი თანასწორობა არ არსებობს. არანაირი დავჯდებით დავილაპარაკებთ და ყველაფერში გავერკვევით არ არსებობს. არსებობს მნიშვნელობათა ბალანსი. ვინც იკავებს ძლიერ პოზიციას, ის ადგენს რა არის უფრო მნიშვნელოვანი და ის მართავს ურთიერთობას. ურთიერთობის დასაწყისში პირობებიდან გამომდინარე შეიძლება ქალს მოუტეხო ეგრქები და დაიმორჩილო ის. ან უბრალოდ იმდენად საინტერესო იყო მისთვის, რომ თავისი ნებით დაგემორჩილოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა არ ქრება. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მასში გარდაულად მოჯდება დოფამინი და გაუვლის ეგ პირველადი შეყვარებულობა, ის იწყებს თავისი უკვე ჩამოყალიბებული ოჯახური ურთიერთობისთვის გამოუსადეგარი ლიმბური სისტემის წყობის მიხედვით მოქმედებას. ანუ ისევ ანახლებს დროებით გადადებული ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლას და მას იმ მომენტში სულ ფეხებზე ჰკიდია, რომ უკვე 7 წელია რაც ერთად ხართ და 2 შვილი რომ გყავთ. მისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოჯახი, ბავშვები და მით უმეტეს შენი კომფორტი. ის აბსოლუტურ განადგურებაზეა წამსვლელი და უკან დახევას არ აპირებს. ეგ შენ ფიქრობ ოჯახზე და ბავშვებზე და ზუსტად ამიტომ ყოველი კამათის და კონფლიქტის შემდეგ ნელ-ნელა ეტაპობრივად აგებ მასთან ბრძოლას. ის კი სულ უფრო და უფრო პრეტენზიული ხდება და მეტად ამძაფრებს. შესაბამისად ამ პირობებში მისი თავის ადგილზე მოსმა ვეღარ გამოვა ეკოლოგიურად და უსაფრთხოდ. მოგიწევს გამწვავებაც და მათ შორის თუ საჭიროა მართვადი კონფლიქტის ხელოვნურად პროვოცირებაც. პრობლემა კი იმაშია, რომ შენ არ იცი როგორ უნდა მართო კონფლიქტი, მით უმეტეს როდესაც ის წესების გარეშე გებრძვის და აქ უკვე არც დათმობა და არც ეგრევე დაშორებით დამუქრება აღარ არის გამოსავალი. ის უკვე ისე გრძნობს სიტუაციას, რომ ან ისე იქნება როგორც მე მინდა, ან საერთოდ აღარაფერი იქნება.